საღამომშვიდობის როგორ ხართ მოგიკითხავთ დიდი პატივისცემით, მადლიერებით და რაღაცნაირად ხო ესე მომინდა რომ დამირქმი ამ ვიდეოსთვის მამაკაცებო სწორდით, მამაკაცებო სმენა. ხო და თუ კარგი გაშლა გვექნება, გაშლის ბოლოს გეტყვით თავისუფლად და თქვენც ამოისუნთქებს და მეც დავასრულებ გაშლას, ხო? ხო ეს ხუმრობა იქეთ იყოს და დავიწყოთ, ხო? გაშლა. ხო, სანამ გაშლას დავიწყებდე, გეტყვით, რომ კერძო გაშლაზე შეგიძლიათ მომმართოთ მესენჯერში ალების ტარო. განთავსებულია ინფორმაცია არხის აღწერაში, ასევე განთავსებულია ანგარიშის ნომერი, სადაც თვის ჭრილში შეგიძლიათ 1-დან 5 ლარამდე ნებისმიერი თანხა ჩარიცხოთ. ესეც ისევ თქვენთვის, ხო, რომ მოხმარდეს ტაროს დასტებს ან საანთლებს ან. ნუ რა თქმა უნდა, ახლა 2 ლარით და 3 ლარით მე ჩემთვის ეს დიდი არაფერი იქნება, ისევ არხისთვის ვამბობ და თქვენი სწორი უკავშირისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სავალდებულო ძალსახად არ არის. კარგით. დღეს ვნახოთ მამაკაცებისთვის, ანუ თქვენთვის კონკრეტულად, როგორ არის ის ქალბატონი. აი თქვენ რომ გაინტერესებთ ის. და რა ხდება მის თავს, ხო? პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი გადავდოთ. მეორე და მესამე და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვნახოთ ჯერ ვინ არის საერთოდ ის ქალბატონი. ხო. საკმაოდ ძლიერი, ამავდროულად უყვარს საკუთარი სიძლიერის დემონსტრირება, ხო? საკმაოდ ჭკვიანი, საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც ყველა ჯურის ადამიანთან გამონახავს საერთოს. რომლისთვისაც არ არსებობს მიუღწეველი არაფერი, რომელსაც ყოველთვის აქვს გეგმა B, გეგმა C და ასე შემდეგ, ხო? და გადამიხტა არკანი და თან რა არკანი გადამიხტა, მომიცოდეთ. შეყვარებულების არკანი, ნუ ადამიანი, რომელიც არჩევანშია, გარკვეულწილად რაღაცა აიწონა და იწონას მომენტში შეიძლება იყოს, ან ზოგადად ცოტა მერყევი იყოს ამ ნაწილში, ხო? თუმცა პირველი არკანით, ორივე მაღალი არკანია, არ დაგავიწყეთ და აკვირდით, საკმაოდ საინტერესო ადამიანთან გაქვთ საქმე, ეს არ არის რიგითი ქალი, რომელიც დაჯდება და ელემენტარული ფილმებზეც ვერ გესაუბრებათ ნორმალურად, ხო? და ხარისხიანად. არა, ძალიან განათლებული, ძალიან ჭკვიანი და მესამე არკანიც გადამიხტა. რა გჭირთ ხალხო, ვინ არის ამნაირი? მე ქალი ვარ და მე დავინტერესდი იმპერატრიცა. დიდი ალბათობით ეს ქალბატონი ბევრთან ისეც გადათამაშდება, რომ არის ურთიერთობაში. ანუ სტაბილურ ურთიერთობაში. ან რაკიღა საჯარო უნდა ვთქვა, ხო? უბრალოდ ძალიან შემდგარი, ძალიან წარმატებული ადამიანია. სხვანაირად ვერც იქნება, 3 მაღალი არკანითაა წარმოდგენილი და რას ვამბობდი? ამ არკანების მიხედვით, ნუ მერყევს ვერ ვიტყვი, უფრო რაღაცა ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე მდგომი ქალბატონი. კარგით. და ვნახოთ ახლა როგორ არის თქვენთვის საინტერესო ადამიანი, უბრალოდ ამ ეტაპზე როგორ გრძნობს თავს, ხო, რა ენერგიებშია. ხო, ხმლების პაში. რაღაცა ინფორმაციული დეფიციტი აქვს, რაღაცა ინფორმაციული შიმშილი აქვს, რაღაცაზე ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ ინფორმაცია გაარკვიოს, გაიგოს, რაღაცა საკითხის მიმართ ცნობის მოყარეობა გყავს. ნუ რა ენერგიებშია, მაგი. რაღაცა სხვა საფეხურზე გადადის ცნობიერების, შეიძლება რამე სწავლობს კიდეც არ გამოვრიცხავ. ბევრთან შეიძლება გადათამაშდეს ისეც, რომ პირდაპირ მნიშვნელობით პრაქტიკოსი იყოს, ან უბრალოდ ეზოთერიკით დაინტერესებული, მაგრამ ნუ ადამიანი, რომელიც მათ ზუსტად იცის, ხო, რას რისთვის როგორ. არა მარტო თვითონ რას რისთვის როგორ, არამედ სხვა ადამიანებიც. ანუ ამ ადამიანს ეს მარტივად ვერ მოატყუებთ,
შეიძლება მოიტყუოს თავი, მაგრამ ვერ მოატყუებთ და ისევ იმპერატრიცა და ქურუმი ქალი, მეგობრებო, რა საინტერესო ადამიანს უყურებთ. სამი მაღალი არკანი, მაგი და ქურუმი ქალი ყავს ერთად, არ ვიცი. ეს ადამიანი ბუნებრივად, ნატურალურად, ანუ როგორ გითხრათ, მისდაუნებურად ჯადოქარია. ანუ შეიძლება არც რამეს აკეთებდეს, არც საერთოდ არ იცოდეს არაფერი ეზოთერიკის შესახებ, ან საერთოდ ცხოვრებაში არ იყოს მარჩილთან ნამყოფი, ან აი ყავაშიც რომ არავის ჩაუხედავს არასდროს, აი ესეთი ადამიანი იყოს, მაგრამ შინაგანად ჯადოქარია. შინაგანად ჯადოქარია ეს ადამიანი. ძალიან მაღალ ვიბრაციული ადამიანია. და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი შესაძლოა დღეს სახლის ანუ თავისი იმპერიის პირობებში იყოს. და რა ხდება ხალხო, ვინ არის? რა ენერგიებშია, ტრანსფორმაციას გადის ძალიან დიდ. რაღაცა მომენტში შესაძლოა განულებაზეც გქონდეს ფიქრი ახლა იქ სადაც არის და რა სიტუაციაში არის, ყოველ შემთხვევაში შეიძლება უნდადეს რომ ყველაფერი მოჩეს, დასრულდეს და ახლიდან დაიწყოს რაღაცა ახალი ეტაპი ხო ცხოვრების. ცოტა შეიძლება იმპულსურიც იყოს, ცოტა ემოციური, ცოტა ისეთი ბავშვური ყურადღებებით სავსე, მაგრამ ამავდროულად ეშმაკის არკანით რაღაც გაურკვევლობაშია, რაღაცა აკვიეტებაშია, რაღაცა მიჯაჭვულობაშია. ან მენტალური პრობლემები აქვს და ფსიქოლოგიურად ვერ არის ეს ადამიანი დღეს კარგად. არა ის კარგად ეს ადამიანი, ანუ შინაგანად ძალიან დიდი შფოთვები აქვს ამ ადამიანს. კი ბატონო, ილუზიებშია. შეიძლება რაღაცა ჰალუცინაციებიც გქონდეს, რაღაცა ოცნებების ვარიანტში მიფიქსირდება და კი, აიწონა. რაღაცა ვერ ყალიბდებით რაღაცაზე. აჰა, კი ბატონო. რაღაცაზე არჩევანს ვერ აკეთებს. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, ისევ 3-2-იანი ბატონებო, რა ვიცი, და 6-იანი პენტაკლები. ამას სავარაუდოდ რაღაც ენერგიებით დაკავშირებულია კვერთხების მეფესთან, რომელიც ამავდროულად არის თასების მეფეც, ძალიან ემოციური, ძალიან ისეთი მგრძნობი არის, ხო, ძალიან ქარიზმატული, ძალიან მიმზიდველი ადამიანი, რომელიც შეიძლება ამავდროულად ძალიან ჭერმეტყველიც იყოს, მაგრამ თან ძალიან წარმატებული. რაღაცა ეს ადამიანი ფიგურირებს მის ცხოვრებაში და აი რამდენი მაღალი არკანი ამოვიდა, მეგობრებო, რა საინტერესო ადამიანს უყურებთ სიამოვნებით. ესეთი ხალხი მე ძალიან მიზიდავს და ძალიან მაინტერესებს. სიამოვნებით დავლევდი ამ თქვენს რჩეულ ქალბატონთან ერთად ფინჯან ჩაის და ვისაუბრებდი მთელი საღამო, იმიტომ რომ გრძნობ სასწაული ენერგიის, სასწაული ინტელექტის, სასწაული ვიბრაციების ადამიანია, ხო? ნუ რა შემიძლია გითხრათ? სიკვდილის არკანით ისევ მიფიქსირდება ტრანსფორმაცია, ოღონდ ჭკვიანია. ძალიან ჭკვიანი ქალია და იცის რომ ტრანსფორმაციას ყველა ვარიანტში მოყვება სამყაროსგან საჩუქარი თუ სწორად გაივლის, ხო? ნახეთ გოგონა როგორ აძლევს გოგრას და უკან შეხედეთ, უკან ხის ძირას როგორ არის ქალბატონი, ხო? დააკვირდით სასაფლაოა, სასაფლაოზე ქალი ვიღაც თავის მიცვალებულს დასტირის და აქ ციფერადეში გოგონა სულ არ ეშინია ამ სიკვდილის და პირიქით ხელს თავაზობს, ხო? ანუ ძალიან სწორად იცის, რომ რაღაცა ტკივილების ფასად ის რაღაცას უცებად ბენეფიტს მიიღებს და ძალიან თამამად ფლობს ნეგატიურ და დადებით ენერგიებს. მოკლედ, კიციც და კიცმაცურიც ამ თქვენმა ქალბატონმა, მეგობრებო. ანუ რისი თქმა მინდა დააკვირდით, ადამიანები ზოგადად, როცა რაღაც პრობლემა დგება, ძალიან ბევრ ფაზას გავდივართ, ხო? ძალიან მოკლედ გეტყვით, ახლა მე თავს არ შეგაწყენთ ამაზე საუბარით, მაგრამ
ეს ქალი გამოსულია ყველა ფაზიდან და ბოლო ფაზაზია, მადლიერების ფაზაზია დამდგარი პრაქტიკულად რა. და ლიბიდოს გამოღვიძება აღდგენის ფაზაშია. ლიბიდოს მხოლოდ სექსუალური ენერგია არ არის, რომ იცოდეთ, ჩემო მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა ეს არის სიცოცხლის ენერგია. ლიბიდო ეს არის სიცოცხლის ენერგია. ადამიანს როცა ეს ენერგია ეკარგება, მერე პირდაპირ პროპორციულად ყველანაირი ენერგია ქრება, ხო? მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ. ფსიქოლოგიაში ეს არც არსად მიდის, არც არსად მოდის, უბრალოდ იბლოკება. ლიბიდო ან აქვს ქალს, ან არ აქვს, ან მამაკაცს, ხო? ის არის ნებისმიერ სიტუაციაში არის და არსებობს. უბრალოდ რაღაცა მომენტებში თვითონ ადამიანი ბლოკავთ ამას და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეს არის სიცოცხლის ენერგია, კარგით. ხო, ანუ ეს ადამიანი ზუსტად აი ამ რეგენერაციის პირობებშია რა, ყველანაირად რომ უნდა აღადგინოს საკუთარი თავი, ძალიან საინტერესო ქალია. კაი, თქვენთან დაკავშირებით თუ ფიქრობს რამეს და რას ფიქრობს? ფიქრობს, როგორ არ ფიქრობს, იცის რომ რაღაცა არასწორი არჩევანია, იცის რომ თქვენთან ყველაფერი დაინგრა, დაიმსხვრა, ნახეთ. მაგრამ რაღაცა კიდე გადარჩა, ხო, შეხედეთ ქვემოთ როგორ თხუნელებს თუ მაჩვებს ისა აქვთ გაბმული, ხო, ნაჭერი ჰამაკებით, რომ ხანძრის დროს ჩამოცვენილი გოგონა და ბიჭუნა მიწაზე არ დაეცნენ და არაფერი იტკინა. ანუ მაინც რაღაცა მთლიანობაში შენარჩუნებული აქვს, რა თქმა უნდა, 7-იანი კვერთხებით აქვს გარკვეული მიზიდულობები, აქვს გარკვეული კი, ანუ თქვენთან თავს კვერთხების დედოფლად თვლიდა და თქვენც ალბათ მისთვის კვერთხების დედოფლად აღიქმებოდით, ხო? ანუ ძალიან ქარიზმატული, ძალიან მომზიდველი, აი ყველაფერი ერთნაირად როა, ხო, ყველა ენერგია ერთნაირად რომ არის ადამიანში. ხო. რაღაცა ისეთი რა, ბავშვური, ახალგაზრდული დამოკიდებულება, ეს ფარული ურთიერთობა იყო ცალსახად მეგობრებო თქვენთან. და ნახეთ რა სიტუაციაში აუყურეთ, მე წეღანტყუილად კი არ თქვი ის, ესე იგი გავასწარი ტაროს არკანებს, რომ ვიტყვი, მერე მიდასტურებს ხოლმე და ნახეთ, ჩამოკიდებული მამაკაცის არკანი ამ ჯადოქრების ბაღის ტაროში არის ჩამოკიდებული ქალი, პირდაპირ წერია. ნახეთ, ნათელმხილველის ტაროში თუ აქ კაცი წერია, მაგრამ ქალია გამოსახული, მაგრამ მაინც კაცი წერია. აქ პირდაპირ ქალი წერია. ქალბატონი, ნახეთ, სულაც არ დარდობს, რაიმეს კი არ განიცდის, ესე პოზაშია, ისეთ პოზიციაში, რომ ნახეთ, თითქოს იოგა, თითქოს რაღაც მედიტატირებს, თმა ის იცით, რომ უძლიერესი მაკავშირებელია კოსმოსთან ქალის თმა, ენერგია, ხო, ყველას დიდი და ნახეთ, როგორ რაღაცა უსასრულობას უერთდება ეს თმა, ხო, ანუ რაღაცა ენერგიების აღდგენის, გაღვიძების მომენტშია, ცალსახად ტრანსფორმაციიდან ზუსტად იცის, რომ სამყარო მისთვის ბენეფიტებს მოიტანს, მაგრამ დღესდღეობით თქვენთან რაღაცა ჩაკეტილება, რაღაცა ჩიხებია, გონებით გადაწყვეტილება მიღებული და გონებით არის, კი ბატონო, ეხა არკანებს რასაც ვიღებ, ანუ ლოგიკურად აქვს გადაწყვეტილება ამ ადამიანს მიღებული, მერე რა რომ ყველაფერი გაგვიჭდა, მერე რა რომ ტკივილები მივიღე, ასე იყო საჭირო. კი ბატონო. იმიტომ რომ მას ყავს გვერდით პენტაკლების მეფე. აქ თუ სამკუთხედი არ იყო თქვენს შორის, მისმინეთ კარგად, თუ აქ ქალბატონი სტაბილურ ურთიერთობაში არ იყოს, თქვენი ვარიანტი არ არის და ტყუილად რო არ დახარჯოთ. გადადით, მეორე, მესამე ვარიანტსაც მოусმინეთ, შეიძლება იქ-პოვოთ სათქვენა, ხო? იმიტომ რომ აქ ცალსახად სამკუთხედის ენერგიები მიტრიალებს ყველა სიტუაციაში. კარგით. იქნება რამე გაგრძელება თქვენს ურთიერთობას, ანუ რაღაცა შეიძლება რომ შეიცვალოს. კვერთხები ისევ კოშკის არკანი. ვაური მაღალი არკანი. მიჯაჭვულობა, დედარასაშნელი მიჯაჭვულობა. უახლოეს ენერგიებს ვკითხულობ, ხო რა იქნება ჯაჭმენტ სამსჯავრო.
ტრანსფორმაცია, ძალა. რა სასწაული. სულელის არკანი, ესე იგი აი გაოგნებული ვუყურებ ამ ვარიანტს. არა. აი როგორ დონეზე იქნება, იცით სიტუაცია, რაღაცა შეიძლება ინფორმაცია გაიგოთ მასზე, რაღაცას შეიძლება ყური მოჰკრა, თვითონ არც შეგნებულად აქვს ჩიხი და თვითცენზურა დაყენებული, ანუ არ მინდა გახსენება, არ მინდა გაგება, ერთი არა მინდა, ხო? მაგრამ მეორეა რა არის საჭირო, მე იმპერატრიცა ვარ. ეს მომენტია მეგობრებო. ოღონდ იმპერატრიცა იმ ნაწილში კი არა, რომ ახლა მე და ის რა ქვია, თავზე გვიგვინი შემომატკით და ფეხები დამკნით, არა. მან იცის, რომ მის ცხოვრებაში პირდაპირ კავშირში სხვა ადამიანების ბედია. და ის ძალიან ჭკვიანი და ძალიან გონიერი ქალია და იცის, რომ თავისი ბედნიერების ფასად ვიღაცები არ უნდა გაჭიროს, მოდი ასე ვთქვათ რა. აქ ბავშვები ცალსახად არ ვიცი, ისეთი ენერგიები მოდის, შეიძლება შვილიშვილები წყავდეს, არ გამოვრიცხავ. ენერგიები, ანუ შვილიშვილების კი არა, ბავშვები ცალსახად ყავს. მადლობა პირველ ვარიანტს, მეორე მე მგონი ის იყო, ხო? და ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინ მომიბრძანეთ. ვინ მომიბრძანეთ. ქურუმი ქალი, მეორე ვარიანტიც რასა, ეს სიგნიფიკაციას არა, თავის ენერგიებს მიყვება და ამიტომ კიდევ უნდა დავამატო არკანი. ხო, არა. რამდენიმე არკანი, იმიტომ რომ ეს სიგნიფიკაციაზე მეტად მიყვება თავის ამბავს, მეგობრებო. ცხრიანი ხმლებით დააკვირდით ამ დასტაში არის ძალიან საინტერესო ცხრიანი ხმლები. ეს გოგო თუ ხალი ძალიან ძლიერი ხასიათისაა და რა კონტექსტში მარტო არკანი ძალის მაღალი არკანის საფუძველზე არ ვამბობ, უყურეთ კლასიკურ დასტებში ეს ცხრიანები არის გარშემო, ხო და მოკლედ ძალიან ისეთი ენერგიებია. აქ ნახეთ გოგონა ჰაერში აწეული, ხმლები იქეთ მხარეს არის და ამ ხმლებზე მაღლა დგან ქალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პრობლემის მოგვარება გონებით, ნებისმიერ სიტუაციაზე მაღლა დადგომა და იქიდან გადახედვა. უყურეთ, ნახეთ რას ვამბობ, ანუ ყველა რაკურსიდან შეუძლია გახედოს და ზემოთ დადგეს ნებისმიერი სიტუაციის გარდახოს, იბრაზის ზემოთ დადგეს, წყენის ზემოთ დადგეს. ძალიან ინტუიციური ადამიანი, უზომოდ ჭკვიანი და სამყაროსთან საკმაოდ თავის ანგარიშებში მყოფი ქალი, რომელიც დღეს სამწუხაროდ ნამსხვრევებშია, ნატკენებშია, იმედგაცრუებებშია, სინანულშია და რა შემიძლია გითხრათ, ოთხიანი პენტაკლები, რა უჭირს რა ენერგიებს, ესეთი ენერგიებია ოთხიანი პენტაკლები, მაგრამ ხო და შვიდიანი კვერთხებიც კი ბატონო. ისეთია სისწრაფე, ხო, რაღაც აქტიური ისეთი. მშიერი ცალსახად არ არის, ხალ ვერ გეტყვით რომ ვაიმე და ვარსკვლავებს ეთამაშება, მაგრამ თავისი წილის შემოსავალი სტაბილური გარემო მას აქვს. კარგით, ახლა მოდით ეგ მითხარი, კი ცალსახად უკვე მომიყვა თავისი ენერგიები, მაგრამ ეხლა კონკრეტულად ვკითხოთ, ხო, აბა რა ენერგიებში ხარ მეგობარო? ხო, არ ვიცი, რაღაცა ისეთი ოჯახური ზეიმები, რაღაცა ჩაკეტილობები, მაინც ხუთიანის ენერგია, ხო, რაღაცა ეს თვითჩიხი, რაღაცა თვითშექმნილი ბარიერები, რომ იცის, რომ ესე კი არა, ესე უნდა იყოს, ხო, არჩევანიც რაღაცა დონეზე, მიჯაჭვულია რაღაცაზე, არ ვიცი თუ ვიღაცაზე,
რაღაცა სიტუაციაზე და ნახეთ 10-იანი ხმლები ჩირაღდნებით მიწის დააკვირდით და გვერდით მელი ეყავს. უკან სახლიდან თითქოს გამოსულია, ტოვებს ყველაფერს ბავშვით და მიდის, ხო? მაგრამ გვერდში მელი აყავს. ანუ თლად ისეთ საიმედო სიტუაციაში არ არის. გრევებშია, ტრანსფორმაციაში ეს შეიძლება არ ვიცი როგორ გიხსნათ, ტუზი ხმლების ხო რაღაც ძალიან ისეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია მეგობრებო, კი ბატონო, დაიწონა გადაწყვეტილება, სამყაროსთან რაღაცა ბედის ფორფალი ცალსახად ელოდება, შანსს კიდე, ხო, ეს მიჯაჭვულობა სავარაუდოდ ამ თასების მეფეს უკავშირდება, აქვე გვაქვს აგერ შეყვარებულს ხო რა, ეხლა ეს 10-იანი თასები მაინც ძალიან ძლიერი არკანია ემოციურ კონტექსტში, ხო? ეს შემთხვევით გაცილებული ხომ არ არის დაშორებული, რაღაცა ბავშვობის ნოსტალგია აქვს, რაღაცა ბავშვური მინდობლობა და რაღაცა ბავშვური გულუბრყვილობა აქ ამ გოგოს დარჩენილი და ნახეთ სიგნიფიკაციაში რაც მითხრა, ამას მეუბნება ახლაც. ხო, გეუბნებით რაღაცა ახლა კარიერულად და მატერიალურად კი ბატონო რაღაცა დონეზე არის, მაგრამ ენერგიები აქ ცალსახად აი ისევე შპაგის არა, ბოდიში მოპატიებსება შპაგის არკანი არა. ხო, ეს გაცილებულია სავარაუდოდ. ან ეხლა იღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩიხებში. კი. ანუ ან იქიდან აქეთ ეს მომენტი აქვს ეხლა ამ გოგოს. თუ ამ ქალს, თუ უკვე მიღებული არ აქვს ეს გადაწყვეტილება, ანუ რაღაცა მაინც კარგით. მოდი ახლა მითხარი შენ ვინც მიყურებს ჩემს მაყურებელთან დაკავშირებით, რა ხდება შენში, რა ენერგიებში ხარ ჩემს მაყურებელთან დაკავშირებით და რას ფიქრობ? მომიყევი შენი ფიქრები. ძალიან დაბნეულია, ძალიან არეულია თქვენთან დაკავშირებით, სანამ არკანებს ამოვიღებ უკვე გეტყვით. ნახოთ ახლა არკანები რას გვეტყვის, ხო? რას ფიქრობ თქვენთან დაკავშირებით, მეგობრებო და ხო, სავარაუდოდ ამას თქვენთან ოჯახი უნდა და თქვენთან სტაბილური ურთიერთობა უნდა და ბავშვებიც უნდა და კი ბატონო, ოჯახი უნდა და ბედნიერება სითბო უნდა და მაგრამ რაღაც არჩევანი იყო აქ თვალსახად. აჰა, ერთი წამით მეგობრებო, ეს არჩევანი და ეს რაღაცა გაშორება კი არა და ეს ხო, რაღაცა ყოფილი სიტუაცია თქვენ ხარ გიკავშირება, თქვენ ხარ ხართ პენტაკლების მეფე, აბა და მიმითხარი 7-იანი ხმლები, საკმაოდ უსიამოვნო არკანია მეგობრებო, რაღაცა ტრანსფორმაცია, სამართლიანობა, და ერთი წამი კონკრეტულად უნდა დავაზუსტო. ეხლა იცი რა მითხარი, ძალიან გთხოვ. ეს გოგო გაცილებულია და ამას ქონდა რაღაც თავის ცხოვრებისეული მზითები, თუ ვინც მიყურებს ის არის რაიმე ურთიერთობაში. ვინც მიყურებს თუ ეს გოგო, ვინც მიყურებს თუ ეს გოგო, ვინც მიყურებთ თუ ეს გოგო. ერთი წამი მეორე დასტომ და ავიღო. პენტაკლების მეფე ამ გოგოს ყავს, მოკლედ ეს დამიდასტურე გეხვეწები. პენტაკლების მეფე ამ გოგოს ყავს, ან ყავდა თუ ვინც მიყურებს, ის არის თვითონ ანუ ურთიერთობებში. თქვენ
ეს არჩევანი თქვენ გქონდათ მეგობრებო. და ეს გოგო ვერან არ აიჩით. ეხლა მივხვდი. უფრო სწორედ წეგან ვერ მივხვდი, მაგრამ დადასტურება მინდოდა, არ მინდოდა ეს ხაერზე ჩემით მარტო ის ინფორმაცია გამეჟღერებინა, რაც ნაკადიდან მომდის, ხო? ახლა გავიგე რაც ხდებოდა. აი, გამიგრძელება მითხარი ამ ადამიანთან დაკავშირებით, რას ფიქრობ და რა ენერგიებში ხარ ახლა. ეს რამე თქვენს ბავშვობასაც ხო არ უკავშირდება, ეს თქვენი წარსულიდან ხო არ მოდის. ხო, ცალსახად აქვს დარჩენილი თქვენთან ძალიან ძლიერი სექსუალური მიჯაჭვულობა, ემოციური მიჯაჭვულობაც მეგობრებო, თქვენ მისთვის პრაქტიკულად მთელი სამყარო იყავით და ხართ კიდეც. ეს ქალი შედარებით გამოსულია უკვე სიტუაციიდან და თითქოს ლოცვით, მედიტაციით თუ არ ვიცი, ფსიქოლოგთან თუ ეზოთერიკთან სიარდულით ნახეთ წინ ლოტოსის ყვავილებია, უკან ნახევარი მთვარე სიახლე. ეს გამოდის ნელა რეგენერაციას ახდენს. კი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ეს ემოციური ბმა აქვს, ზუსტად იცის, რომ უნდა წავიდეს თქვენი სიტუაციიდან. ოკეი. ნახეთ, ამას ვიღაცა ეუბნება, რომ შენ დროა შენს თავს მიხედო, ანუ უსამართლო სიტუაციაში ხარ, უსამართლოდ მოგექცნენ და შენ ანუ შენ ხარ ვარსკვლავი და შენ გჭირდება შენი იმპერატორი. ამას ძალიან ჭკვიანი ადამიანი ყავს გარშემო, რომელსაც სხვა შორის ძალიან უყვარს ეს ქალი. შეიძლება დედა იყოს ეს, ან დეიდა, ან მამიდა, არ ვიცი, ძალიან ახლობელი, იმიტომ რომ ამ ქალს ენერგია პრაქტიკულად აღარ აქვს, ძალიან ცუდ, აი ნახეთ, შიშებში, აშფოთვებშია, რაღაცა გონია, რომ დამალულია, რაღაცა გონია, რომ არ იცის. ის იცის, რომ ტრანსფორმაცია უნდა ყველა ვარიანტში სწორად გაიაროს, რომ სხვა საფეხურზე გადავიდეს და ერთ წრეზე არ იაროს, კი ბატონო. და უნდა გამარჯვებული გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ხო? კი, ამას ძალიან ისე არიგებენ. და დღესდღეობით ეს რაღაცა სიახლის მოლოდინშია და ცდილობს, რომ ოქროს შვილები დაიკავოს და ჰარმონია იპოვოს სამყაროსთან. კარგით, იქნება რამე გაგრძელება თქვენს ურთიერთობაში სამომავლოდ. იქნება რამე გაგრძელება. მოიცა ერთი, რატო დაიშალეთ, ეგ მაინტერესებს. თქვენ არ დააფასეთ ეს ადამიანი, როგორ მოხდა? Nine of Cups. რატო დაიშალეთ? არა, ეს გავიგე, რომ ყევანგრევა და ტრანსფორმაცია მოხდა და დღეს ერთად არ ხართ, მაგრამ რატო? რა ხდება, ამ გოგოს ბავშვი უნდოდა, თქვენ არ გინდოდა, 2020 არ იყო ეს გოგო. თუ თქვენ ვერ გადადგით შვილების გამო რაღაცა ნაბიჯები, აქ ბავშვები ცალსახად მიფიქსირდება. კი, რაღაცა გზაჯვარედი ისე თქვენ ვერ აირჩიეთ სწორი გზა. თქვენ უფრო ფლირტის დამოკიდებულება გქონდათ, თითქოს არასერიოზულად უყურებდით ამ სიტუაციას. მერე თქვენი იმპერია გქონდათ, თქვენ ხმლებს აკონტროლებდით, მაგრამ მოვიდა ეს ქალი, მოიტანა სასწაული ამბები, თქვენც კარგ დღეში ჩაგაგდოთ, ასე ვთქვათ და ნახეთ ქალი, რომელთანაც თქვენ თითქოს თავიდან სერიოზულ ურთიერთობას არ ფიქრობდით, არც მეტი, არც ნაკლები, ვარსკვლავი აღმოჩნდა, ხო, აღმოჩნდა ქალი, რომელიც არ იყო რიგითი ადამიანი და თქვენ თავიდან ბოლომდე თასების მეფის პოზიციაში აღმოჩნდით, ხო? ვინ იყო ეს ქალი თქვენთვის, ხო? ძალიან ქარიზმატული, ძალიან მიმზიდველი, ძალიან ისეთი ქალი, რომ აი, ნუ რა ვიცი, შეიძლება ეგეთი ქალი მეორე ვერ ნახოთ, ხო, მართლა. კი. მაგრამ ნახეთ, არ გეწყინოთ რა ბიჭებო, მაგრამ ვერ მოხვალთ თქვენ ამ ქალთან. აქამდეც მომდიოდა ეს ენერგიები, არ ვიწახდი. თქვენ კვერთხის პლაჟში ხართ, მაინც შეიძლება ასაკობრივი სხვაობაც იყო. არ გამოვლიცხოვ მაგასაც. რომ ასაკობრივი სხვაობა იყო და თქვენ პატარაც იყავით, მაგრამ თუ პატარა არ იყავით, თქვენ მაინც ასაკის მიხედვით, მაინც რაღაცა მომწიფება დაღვინებამდე გაკლდათ. ყოველ შემთხვევაში მომწიფებული და დაღვინებულიც რო იყოთ ამ ქალისნაირ, ანუ ესეთი მაგარი ქალის შეხვედრისთვის და ესეთ მაგარ ქალთან ურთიერთობისთვის არ იყავით. არ მიწყინოთ გეხოცებით, რასაც გეუბნებით, აი სწორად გაიგეთ რა.
და ამან დაგაბნიათ და ამან გამოიწვია ის, რომ თქვენ რაღაცეები ვერ შეაფასეთ თავიდან და ყველაფერი დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. კაი. ეხლა ერთი კითხვაც იქნება რამე თქვენს ცხოვრებაში კიდე გადაიკვეთება გზები, მუზეუმიერების არკანით ვერ ვიტყვი ვერაფერს. ვერაფერს და არა. ორიანი კვერთხებით, არჩევანი მაინც იქნება, კი, ბევრი შანსია, შანსი გექნებათ, მაგრამ აი გამოიყენებთ არა. არა, ეს გოგო თვითონ არ გადმოდგავს არც ერთ შემთხვევაში ნაბიჯს. არა. ნახეთ თქვენს იმპერატრიცასთან ერთად ამოდიხართ და ის გოგო ცალკეა თავის სასხათა შორის და თქვენს ოჯახთან ერთად, შვილებთან ერთად და ის ცალკე აბადობია. არა. იმ გოგოს ცხოვრებაში იქ რამე ხდება, აბა იმაჩვენე. იცით როგორ არის ეს გოგო ეხლა ამთავრებს ტრანსფორმაციას. თითქოს აქამდე აი კიდე ტრანსფორმაციებშია, მაგრამ არის რაღაცა სიახლეები არის, ვიღაცა ხელს უწვდის. კი, ვიღაცას თავაზობს, რომ ვიღაცები არიან ამ გოგოს გაშლა, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ამას ახლა სერიოზული ურთიერთობები ქონდეს. ეს გოგო თქვენს მისამართით არც ერთ შემთხვევაში ნაბიჯს არ გადმოდგავს, ამის ილუზია არ გქონდეთ ბიჭებო. ხო, თქვენ არ ვიცი რა სიზავთ, მაგრამ ეს თქვენსკენ თავის ინიციატივით არაფერს გამკეთებელი არ არის. მესამე ვარიანტი. აბა ვინ მომიყვანეთო? აბა ვინ მომიბრძანეთ ვიდეო? რა ჭირს ამ ადამიანს? ძალიან ემოციური, ძალიან ისეთი შეიძლება ახალგაზრდაც არის, ცოტა ისეთ ენერგიებშია რა, აი თინეიჯერულ ენერგიებში რო რჩებიან ხოლმე ქალები ხო ხვდებით, მე რა შეიძლება 50 წლის იყოს და ეგეთ ენერგიებში იყო ჩარჩენილი. უცებ რო წყინს, უცებ რო უხარია, უცებ რომ აღელდება, უცებ რომ ხო, ფინანსურად დღეს შეიძლება რაღაცა თლად დალხენილ სიტუაციაში არ იყოს, რაღაცა სიტუაციის მოლოდინშია, რაღაცა ენერგიებს მიყვება. ადამიანი, რომელიც გამარჯვებას კი ამიჩვეული, მაგრამ ცოტა ვერ აფასებს თავის შესაძლებლობებს. აი, რომელსაც იცით რა, რომელიც შეიძლება ეხლა სწავლობს კიდეც რაღაცას, არ ვიცი, რაღაცას ახალს იწყებს. მაგრამ აი, ადამიანი, რომელსაც უჭირდება ემოცია. ემოციის გარეშე ვერ იარსებებს, ხო? ყოველთვის უნდა ჰყავდეს ობიექტი, ვიღაცა ესეთი ტიპის ქალია, არ ვიცი თუ თქვენი ვარიანტი არ არის, მუშეთ ვხვდებით და ბოლომდე მოუყურებთ, ხო, დროს უნდა ხარჯოთ. აქ ჩამოყალიბებულ და ის გაწონასწორებულ ხასიათს მე ჯერჯერობით ვერ ხედავდა, ნახოთ ხო მე რაღაც კარტია მომიბზრიალდა, აბა ერთი წამით მეგობრებო. არა ისევ ისა მომიბზრიალდა, ნახეთ ამას რაღაცა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც ქონდეს. შეიძლება ფინანსური პრობლემებიც ქონდეს. კაი, რა ენერგიებშია ახლა, გეუბნებით ისევ სწავლა მიფიქსირდება. რაღაცა აი არჩევანი აქვს, მოკლედ ამის გარშემო რაღაც რამდენიმე ადამიანია, ეს რაღაცას იწყებს, სწავლობს თუ რაღაცა არ ვიცი, ხელობას სწავლობს, შეიძლება ახალს, შეიძლება რამე ბიზნესი იწყებდეს, საქმიანობას იწყებდეს, არ ვიცი. მაგრამ ამას უყვარს ეზოთერიკებთან სიარული, ამას აინტერესებს ყველაფერი. ანუ ძალიან ცნობის მოყვარე ადამიანია. უნდა რომ ხო არ გამოსთვის რა, უნდა რომ იყოს ხმლების ტუზის ენერგიებში, მაგრამ ვერ გამოსთვის. ამას
ცოტა მენტალური პრობლემებიც შეიძლება გქონდეს დღესდღეობით, შიშები, შფოთვები, ან რაღაცას გიმალავდეთ, არ არის რა გულწრფელი, არ მომწონს მეგობრებო ეს ენერგია და რა გავაკეთო, ვერ მოგატყუებთ. ხო, აი ცოტა ისეთი რა მარტი ძალიან ემოციური, იმპულსური და ესე გართობა და ხო, აი გართობა და ისეთი კამპანიები რო იზიდავს რა, სადაც მოილხენს რაღაცა ისეთი. ხო, აქ მე სერიოზულ ენერგიებს ვხედავ. აი, ახლა მოდი მითხარით, ვინც მიყურებს ამ ადამიანებთან დაკავშირებით, რა ემოციებშია. რას ფიქრობს? არაფერი, თქვენთან გაურკვევლობაშია, დაბნეულობაშია, შიშშია. თითქოს რაღაცა თქვენი ოჯახის ეშინია. თუ არა, ნახეთ, თქვენთან არა, ილუზიებშია ეს ადამიანი და ამას თქვენთან სტაბილურობა და ოჯახი უნდოდა. ახლაც ფიქრობს მაგას. აი, ცეცხლს ეთამაშება რა, თითქოს, აი დავიწვევი მე რა მოხდა რა, არც არაფერი არ იქნება. ასე ფიქრობს. ხო, ძალიან ბავშვური ემოციების მატარებელი გოგოა, და ეს ცოტა არასერიოზული დამოკიდებულებები აქვს ბევრი რაღაცის მიმართ. დღეს თქვენ შორის ხოხმლების დედოფალია. იცით რა, დახმლების მეფე. თქვენ ამოდიხართ წყვილში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაგრამ თქვენ შორის არის იმპერატრიცა. არ ვიცი ვინ არის, არ ვიცი დედა თქვენი, არ ვიცი დედამისი, არ ვიცი თქვენი ცოლია, საჯაროა გაშლად ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ხო, მაგრამ დიდი ტრანსფორმაცია სამчаროს არკანი და რაღაცები არ გამოგივიჩათ, არ დაგილაგდათ და მაგრამ ძალიან ცნობის მოყარია. თქვენზე სუსუ ცდილობს რომ რაღაცა დილა რო გათენდება, შეიძლება მის დილა იწყებოდეს თქვენი სოციალური ქსელის ჩამოსქროლვით, ხო, თუ დაბლოკილი გყავთ, მაშინ ცალსახად ინფორმაციებს ეძებს და აგროვებს და ხო, ну კოშკის არკანის მერე თulis, არა ეს შეიძლება მკითხავთ თანაც დადის მეგობრებო. ეს ცოტა ისეთი გოგოა რა. საკუთარ თავს რო ვერ დაეღწნობა და ყველაფერი რო აინტერესებს, კი მაგის არკანი, ქრუმის არკანი. შეიძლება თვითონაც რაღაცას ხლოპატობდეს, მაგრამ ანუ და იმედი აქვს რომ ბედის ბორბალით კიდე რაღაც შანსი იქნება თქვენს შორის. კაი, გავუშვათ ახლა ამას და ვიკითხოთ, მართლა იქნება რამე შანსი თქვენს შორის კიდე? იქნება კიდე თქვენს შორის რამე შანსი? არა, აქ არჩევანია, აქ თქვენ არ ვიცი, სტაბილურ ურთიერთობებში მიჩანხართ. არა, ძალიან პაჟი, არა. ერთადერთი რა მომენტში იქნება გეტყვით. ეს თუ თავისი მაქინაციებით შეძლებს რომ რაღაცა დონეზე თქვენ სტაბილურობაში შემოიჭრას. აქ ხელს გიშლით ვიღაცა ქალი, არ ვიცი თქვენი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი საჯაროა გაშლა და ვერ გეტყვით, თან ისეთი არეული ემოციები აქვს ამ გოგოს, რაღაცა მიჯაჭვულობები აქვს, რაღაცა აი ენერგიები არ მომწონს რა. რა გავაკეთო, კიდე მიფიქსირდება ეს პატარა ცხვა არ არის თქვენთან შედარებით ასე კი. რაღაცა სწავლა მიფიქსირდება, მაგრამ აქ ვიღაცა ქალი გიშლით ძალიან ხელს. არ ვიცი, მეუღლეა თქვენი, არ ვიცი, დედა. არა, აქ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მანიპულაციებით თუ იზავს რამეს და რამე მაქინაციებით, თორე აქ დიდი წინააღმდეგობა გაქვთ შუაში, არ ვიცი. კარგით, მადლობა მესამე ვარიანტს. კარგად წამდებოდეთ, ხო და ეხლა შემიძლია გითხრათ თავისუფლად. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.